საერთოდ გერმანიაში დაიბადა ჩემი სამივე შვილი. იქ ცხოვრობდი მაშინ და იქ ძალიან ვრცელი ლიტერატურაა ამასთან დაკავშირებით, რადგან მარტოებს მოგვიწია გაზრდა, გვიწევდა სულ რაღაცა ამ ინფორმაციას აქედანაც რაღაცა ხო ვიცოდით, ამღებულობდით, მაგრამ თითქოს იქაურ ინფორმაციას ვეცნობოდით რა, ლიტერატურას, კითხულობდით თუ ისმენდით თუ ასე შემდეგ. ძალიან მომწონდა იქაურ და მომწონს დღემდე იქაური ეს მიდგომა მეთოდი, რომ ბავშვობიდანვე პიროვნება და ჩასახვიდან უკვე ადამიანია და პატარა ბავშვს იქცევიან როგორც პიროვნებას. ყოფილა მომენტები, რომ აი ჩემს მაგაცი მიყვება, რომ ჩემს შვილსო რა, ერთი ალბათ 7-8 წლის იყო მაშინ ბავშვი. მოდიან ქუჩაში და უხსნის, რომ აი იყო რომ უფროს უნდა მიესალმო, ვინც მოგესალმება, შენც უნდა მიესალმო, მე თუ ვიღაცა მომესალმო, იცოდე რომ შენც უნდა მიესალმო, ასე შემდეგ და შეხლა მაგაცი გადაკოცნა ეს და ბავშვს საერთოდ არ შეიმჩნია ამ მაგაცს. რო წამოვიდა ამა რა თუ არ გნახო და ეს ამას არ მიხო ამას თავი დაანებო. აი იქ როგორი მომენტია, იცით გერმანიაში რაც მომეწონა ძალიან ერთ-ერთი რომ აი გადასასვლელზე თქვა ანტია წითელი ფეხით გადამსვლელისთვის, მაგრამ არ არსებობს მანქანა ჰორიზონტის არ ჩანს. თუ ერთი ბავშვი მაინც დგას, კაცი შული არ გადადის. არ აძლევენ მაგალითს. ეს ოღონდ ეს გავრცელებას მასიურად ესეა. უკვე მენტალობაშია გადასული. ხო, ცნობიერების დონეზეა პროგრამა. ესეთ რაღაცები აქვთ ძალიან კარგი და მომწონს და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწორია რა. იქ არ არსებობს ბავშვთათვის ვიღაცა შეხვდეს და ცალკე ბავშვს კიდე არ მიესალმოს. აი როგორც ცალკე ადამიანს. არაფერს ვამბობ ბავშვთან ერთად მოწევაზე. მე მაგალითად ახლოს რამდენჯერაც ყოფილი ვარ, არ შემიმჩნევია რომ ქუჩაში ვიღაცა მოდის ბავშვთან ერთად და თამბაქოს იწევდეს. არა, მაგაში ცუდი ვარ მე ძალიან ქუჩაში ვეწე. მანქანაში არა, მაგრამ ქუჩაში შვილებთან ერთად. ხო, ანუ ჩვენთან ძალიან ხშირია. მეც ხო, მაგრამ იქ აქ იმაში ახლა ჩვენთან მეც არ ვიცოდი ეგ რომ არც დავკვირვები ვარ ბავშვი დგას და გადავიდე არ გადავიდე, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ვიღაცებთან კარგი ვისწავლოთ რა პრობლემაა. როგორ საჭიროა. მე მგონი ხო, ჩვენ პირიქით რაღაც ძალიან საინტერესო რამე თქვით რომ აი ინფორმაციას ვიღებდი, ვკითხულობდი. ძალიან ხშირად როდესაც თქვა ამ ფსიქოლოგი ან რაღაც სპეციალისტი ყავს და რაღაცა რჩევას აძლევს მსმენელს, კომენტარებში არის ასეთ რაღაცა, ჩემ დროს საერთოდ წიგნიც არ წაგვიკითხავს, რა ვერ გავიზარდეთ. აი ასეთი მიდგომა რამდენად აზიანებს თქვენი აზრით ბავშვს, აი ის ინფორმაცია, რასაც თქვენ იღებდით. აი ანუ წინაპრებისგან მიღებული ცოდნით, რომელიც მეტნაკლებად ყველას გვაქვს, მარტო იმით რომ გაგეზარდათ. არა, როგორ არის, იცით, ზოგადად არა მარტო ბავშვს, მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აზიანებს თუ დროს არ მიყვება, რომ თანამედროვე თუ არ არის რა. ძალიან მიყვარს წინაპრების დატოვებული ყველაფერი და ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ არანაირად არ ვეწინააღმდეგე იმას, რომ რაღაცა დრო უფრო დახვეწოს და უფრო განავითაროს და უფრო გავერკვეთ, თუნდაც იმ მედიცინაში ხა მეორე მსოფლიო ომის დროს რომ მედიცინა წინ წავიდა, ხო, რის ხარჯზე ცალკე თემა, მაგრამ გულისხმობ, რომ თუ დროს არ ავყევით, მარტო წინაპრების ნათქვამზე თუ დავრჩით დღევანდელ მithumetes ციფრულ სამყაროში, ხო, არანაირად პირიქით, მე ვფიქრობ, რომ იქიდანაც უნდა მოვისმინოთ, ის ძველიც არ უნდა დავივიწყოთ, ახალიც უნდა ვისწავლოთ, შევაზავოთ ერთმანეთს და რაღაცა კარგი ვარიანტი გამოვიყვანოთ, რატო პირიქით რა. არანაირად ძალიან აზიანებს, რა თქმა უნდა. თან ერთი ის არის, რომ იმ წინაპრებმაც ის ცოდნა რაღაცა პერიოდის თანამედროვეობაში დატოვეს და ჩვენ მომავალსაც ხოვდა დაუთოვოთ რაღაც ცოდნა. თან თანამედროვეობაში დატოვეს და თან ეს იმ დროს მიესადაგებოდა ძირითადი ის პრინციპები, რაც იყო და დროიდან გამომდინარე არის ბევრი რაღაცა, ხო, რომ აი როგორ აგიხსნათ, რა ვიცი, თუნდაც ეხლა ის ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ეხლა ღორი რო არ იჭმება არაბეთში, იმიტომ რომ სიცხეა და იქ არ იჭმება ღორი, ფიზიკური ამბით. მოარგეს რელიგიასაც კი. ესე ხდება აი ბავშვის ამ ბავშვის რა ბევრი რაღაცა. ეთანხმებით. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე მგონი იქიდან გამოვიდა უკვე კაცობრიობა და ეხლა სხვა რეალობაში ვართ და აქედან ამიტომ იმის არ დავიწყებით, ამ ახალ რეალობას აუცილებლად უნდა მოვარგოთ ყველაფერი. ყველაფერი ბავშვის აღზრდა დაწყებული და რა ვიცი, საკუთარი თავის განვითარებით დამთავრებული.